Asena gunava. ეს კიდე გასარკვევია დავუშვათ, მაგრამ გუნავა ახსენა. გარიბაშვილის გარდა ახსენა გამოძიება გუნავა. ხო, დავიდოდი მე მართალი ვარ. კიდე გეუბნები სინდის წინაშე, თქვენი ოჯახის წინაშე და ქვეყნის არაბერი არიცი? არც გამოძიება არის წინეთ. არა, შენ თვითონ იმდროინდელი არაბერი არის. გელა, შენ ჩავდი შენ. აი, დაიც მე და ბატონო თენგის. აუ, არა, შენ ის არაბერი არიცი, როგორ მაშინ რომის პერიოდი იყო. ექსპერტიზის დაღება ყველაფერი მე არ დამიკლია საქმეზე არაფერი. ვერ გაიგეს მანდის საჭედან ექსპერტიზი. აი, არ შოდია ხარ. შენ დავდიოდი. არ შოდია ხარ, რატომ მეუბნები მაგას? ვიცი, გაგო, ვიცი. ინფორმაცია რა გაქონდა? იმის მიხედვით მოქმედებდით მე. მომისმინე ლაპარაკი რამდენი ლაპარაკი. აბა ვერ გავიგე რა. ვერ გაიგე ყოველთვის ეგის. ვიდი და შეიტანე მაშინ და დამიჭირა მაგსაგრეში კაცო. მე რა არის ხალბატონო რომ ვიყავ ვერ გავიგე კაცო რა არის მე საქმეს არ მიძიებდი რაც შემეძლო არ ვაკეთებდი კაცო. არ გააკეთე რა გამოიწია არაფერი. რა გააკეთე? ქვიხალატეს. გახსოვს რომ ეს არ ვიცი რა გოროზია თქვენაგე მე ეგიშლა გითხარით ეს ბატონო რატო მე რატო მეუბნები გოროზია თუ გითხარ მაგი გოროზია გასცემს ამაზე პასუხი მე რაც გითხარით თქვენთან პასუხებელი ვარ პატას გულის შენ არაფერი არ გაგიკედებია დაიფიცე არ არის ეს არ არის დაიფიცე მეთქი ეხლა თუ ესე კიდე გეუბნები ეს არის პოლიტიკურად იყენებენ თქვენ არ გავხილენ ხოლო გირაგადო ამდღარ უკულ შინ მეთვალყურებას დიდინ გიძყან დღემდე როგორ დაგიჭირება მე ამას არ დაგიჭერე შენ ყველაფერი იცოდება ერთი იყავი ვერ გახსნიდით ამ ამბავს იმიტომ რომ ყველაფერი გახსნეს მითხარი ხალხო რა ჩემის მას ვაჭირო კაცინე 10 კილომეტრი და შენ ეხლა არა მაგი მომიყვანე ჩემს იცი ყველაფერი მოთხოვე მე ამას მოიყვარ მოთხოვე შენ რო ხო მოთხოვე გაგხვიბენო შენ ამბობ თქვი თავრობა ამბობ თქვი ასესიბაძის თავრობა ხო იყავი მაშინ არ არ გესვი შენ აბა შენ გიყენებ შენ გელაპარაკება სუსტი და სხვადასხვა სამსახური შენ გელაპარაკები კეთილინებოს ხელისუფლებას ამ ბინძურმა ხელისუფლებამ და არამზადა პრემიერ-მინისტრმა გამოიძიოს საქმე და ნორმალურად მისცეს სულობა და არა ის რომ მანიპულირებს წინასაარჩევნოდ. ამდენად თუ ეშინოდა წინასაარჩევნო გარიბოს ზუგდიდში მაშინ კეთილიანება და ცესარი კანდიდატი დაიყენებიათ და მოიგოთ არჩევნები. ეს არის იყენებ მე ძალიან მწუხარ რომ ამ ოჯახს იყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის ჩვენ ძალიან კარგად გახსოვს რაფალიანცის საქმე წინაარჩევნების პერიოდში რომ ნაციონალურ მოძრაობას აბრალებდნენ და შემდგომში კი ხედავთ როგორიც არის კიდე რამოდენიმე საქმეები გავს ეხლა დღეს ჩვენ ხედავთ იმას რომ ხელისუფლება პირდაპირ პრემიერ-მინისტრის დავალებით ახორციელებს გავს სიბინძურეს ადამიანმა რომელსაც თავის დროზე გადაწყვიტა რომ წამალი ჩაედო ჩემთვის იარაღი და ამით მე შემდგომ რაღაც ბრალდებით მე გამოვეკეთებს ხო ვერაფერს ვერ მიასია დღეს უკვე იცის რომ ქართულ ოცნებას შანსი არ აქვს ზუგდიდში ჩემი დამარცხების და აი ამიტომ აკეთებს და გაჭირვებულ ოჯახს იყენებს ამისათვის. სიმუმი გავაკეთეთ ამისათვის, იცით თქვენ ომის პერიოდი იყო, მანქანა ნაპოვნი იყო კურჩის ტერიტორიაზე, მათ პრაქტიკულად ექსპერტიზა ვერ ჩატარდა სათანადოდ და საგამოძიებო მოქმედებები ვერ ჩატარდა სათანადოდ იმ პერიოდისათვის, იმიტომ რომ ჩვენ იქიდან ხალხმა მოიყვანა ეს მანქანა და როდესაც პოლიციაში გამოიყვანა და მე ექსპერტები გაუშვეს და ასე ვთქვათ, არ ამოვიდა იქ სათანადო მაგისი იმედი ჰქონდა რომ იქნება და რაღაცა ამოსულიყო. შემდგომში აღარ 1000 ინფორმაციები, ეხლა მაგის მოყოლას მე არ ვაპირებ, მაგრამ პრაქტიკულად ჩვენ ამ ადამიანს ვერ მივაგენ, ვერ ცოცხლად ვერ გვდას და 6 წელია რო თქვი რამე რო გამაგებინა ჩემი შვილის ურად არიხეს და არაფერი ხეს და ეხლა გუშინ ტელევიზია გამოაცხადეს და
რა გამოაცხადეს ისიც არ ვიცი დედა მია დედა ასეთი გაუპეტურებული დედას არ ხვდებოდა კაცი რომ მისული იყო და ეთქვა ჩემთვის რომ ცოცხალი არაა შენი შვილიო დედა ხალბატონო მაინტერესებს თქვენს ტელევიზიით ნახეთ გაიგეთ პირველად თქვენი ტელევიზიით ნახეთ ტელევიზიით გავიგეთ დედა ასე შეიძლება მე ვითხოვე ხლა ჩემი შვილის ძვალი მაინც ვაღირსო ჩვენ ვითხოვთ დაისაჯოს სულ ყველა ის ხალხი ვინ ჩემი ძმის ვისაც ჩემი ძმის სიკვდილში მიუწვდის ხელი ყველა ვინც მონაწილეობდა ამ ოპერაციაში და რატომ გამოასალმეთ ჩემი ძმას სიცოცხლეს შამათავადან დაწყებული იმდროინდელი სამმართველოს უფროსი და სამხარეოს უფროსი და სულ ყველა მიცოდა ეს საქმე დღემდე მატყუებდნენ რა დღემდე სულ ყველა და დღესაც ებდა იგივეს მიმეორებს თენგის გუნავა დღესაც გატყუებენ